მოგესალმებით, ეს მილენიალია. მე კი ნუგლიშოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ტომას პიკეტის წიგნზე, კაპიტალი 21 საუკუნეში. ეს წიგნი სუპერპოპულარული გახდა გამოცემისთანავე, 2013 წლიდან. საინტერესო ისაა, რომ ნაშრომი არ არის პოპულარულ ენაზე დაწერილი. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა წიგნი. ავტორი არის ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება დაუთმო უთანასწორობის პრობლემის შესწავლას. ამ წიგნში ის ანალიზს ახდენს კაპიტალიზმის ბოლო 300 წლიან ისტორიას. ის აქცენტს აკეთებს ერთი მხრივ კაპიტალის ზრდაზე, ხოლო მეორე მხრივ კაპიტალისგან შემოსავლის მიღებაზე. 1910 წელს მოსახლეობის 10%-ის ხელში იყო ნაციონალური სიმდიდრის 80-90%, ხოლო აქედან ყველაზე მდიდრების 1%-ის ხელში იყო სიმდიდრის 50-60%. საუბარია განვითარებულ ევროპასა და ამერიკის ქვეყნებზე. სიმდიდრე გადანაწილებულია მცირე ჯგუფის ხელში. შესაბამისად, მათ ხელშია ძალაუფლებაც, პრესტიჟიც, უნარი პროცესზე გავლენა მოახდინოს, სიმდიდრე საკუთარ შვილებს გადაუნაწილოს და შექმნას დინასტიები და ასე შემდეგ. შემდეგ იწყება მე-20 საუკუნე, როდესაც პარადოქსულად ანაწილებს სიმდიდრეს დანარჩენ მოსახლეობას. ეს არის დაახლოებით 1914-1970-იანი წლები. პარადოქსულია იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს ხდება ორი მსოფლიო ომი, დიდი დეპრესია, საშინელი ნგრევა, სოციალური ექსპერიმენტები და ასე შემდეგ. თითქოს ამ ყველაფრისგან ყველა უნდა დაზარალებულიყო, მათ შორის განსაკუთრებულად ღარიბები. ისინი ხომ ისედაც დაუცველები იყვნენ, მაგრამ მოხდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო. სიმდიდრის გადანაწილება ხდება მშრომელების სასარგებლოდ. პიკეტი ამბობს, რომ კაპიტალისგან შემოსავალი 1950-იან წლებში 5%-დან დაეცა 1,5%-მდე. ხოლო 1970-იან წლებში მდიდრების 10%-ს სიმდიდრე შეუმცირდა 60-70%-ით. ხოლო უმდიდრესი 1%-ს სიმდიდრე შეუმცირდა 20-30%-ით. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა სიღარიბისგან. უთანასწორობა საგრძნობლად შემცირდა და გაჩნდა საშუალო ფენა. საშუალო ფენა ჩნდება სწორედ ამ პერიოდში, 1914 წლიდან 1970-იან წლებამდე. რატომ მოხდა ესე? პირველ რიგში, იმიტომ რომ ომებმა და დეპრესიამ გაანადგურა ბევრი სიმდიდრე, ხოლო მეორე მიზეზია ის, რომ სახელმწიფოები აქტიურად ჩაერევნენ ეკონომიკაში. ამ პერიოდში შეერთებული შტატები და ევროპული სახელმწიფოები აქტიურად ერეოდნენ საკუთარ ნაციონალურ ეკონომიკებში. ქმნიდნენ ეკონომიკურ სტრატეგიებს, პროგრესული გადასახადების შემოიტანეს და ასევე მემკვიდრეობის გადასახადიც. ქმნიდნენ სოციალურ პროგრამებს, აძლიერებდნენ პროკავშირებს და მოკლედ ეკონომიკის რეგულირება დაიწყეს. ამ ქმედებების შედეგად უთანასწორობამ საგრძნობლად იკლო. შექმნა საშუალო კლასი, განტკეცდა დემოკრატია, რადგან უფრო მეტი ადამიანი გახდა მესაკუთრე, ანუ გაჩნდნენ ისინი, ვინც იყვნენ არამატო გადარჩენაზე ორიენტირებული, არამედ პოლიტიკით, იდეოლოგიით თუ ეკონომიკით დაინტერესებულნი. 1970-იან 80-იან წლებში იწყება უკუსვლა, რომელიც დღემდე გრძელდება. ტოპ 1 და ტოპ 10 დიდარი პროცენტი ისევ ქაჩავს საკუთარ მხარეს ნაციონალურ სიმდიდრეს. იწყება დერეგულაციების პოლიტიკა, გადასახადების დაწევა, ჩნდება ოფშორები, ყველაფრის პრივატიზაცია იწყება. პიკეტი ამბობს, რომ თუკი ყველაფერი ესე გაგრძელდება, შემდეგ 30 წელში მსოფლიო მოსახლეობის 1%-ის ხელში იქნება მსოფლიო სიმდიდრის 60%. ამის შემდეგ პიკეტს მოჰყავს თავისი ფორმულა. ერი არის კაპიტალის შემოსავალი, აქ შედის მოგება, დივიდენდები, პროცენტები და რენტა. G არის ეკონომიკური ზრდა. თუკი კაპიტალის ზრდა უფრო მეტია ვიდრე კაპიტალის შემოსავალი, მაშინ უფრო მეტი სიმდიდრე უფრო ნაკლებ ადამიანის ხელში მოექცევა. წარმოვიდგინეთ, რომ არის ეკონომიკური ზრდა 2-4%-ით, ხოლო კაპიტალისგან შემოსავალი არის 7%. თქვენ უკვე ისედაც მდიდარი ხართ, თქვენ უკვე გაქვთ თქვენი ბიზნესი, უძრავი ქონება, მიწა და ასე შემდეგ. თქვენი შემოსავალია თქვათ 30 მილიონი დოლარი. თქვენი შემოსავალი არამდიდრებთან შედარებით გაიზრდება კოლოსალურად. თქვენი კაპიტალი იზრდება და თქვენ უფრო მეტი შანსი გაქვთ უფრო გაზარდოთ ის. შეგიძლიათ იყიდოთ კონკურენტი და მისგან განთავისუფლდეთ. შეგიძლიათ უფრო უკეთესი ინვესტიციური სტრატეგია აწარმოოთ და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, თუკი კაპიტალის ზრდა უფრო დიდია ვიდრე კაპიტალისგან შემოსავლის ზრდა, მაშინ ყოველთვის დიდრები უფრო გამდიდრდებიან და ღარიბები უფრო გაღარიბდებიან. თან უნდა ითქვას, რომ დიდრები ამ შემთხვევაში გამდიდრდებიან საშუალო ფენის ხარჯზე და შესაბამისად 30 წლის შემდეგ ჩვენ დაბრუნდებით ისეთ უთანასწორობაში, როგორც მე-19 საუკუნეში იყო. რა უნდა გავაკეთეთ, რომ ესე არ მოხდეს? პიკეტი გვაძლევს კონკრეტულ რეცეპტებს. ის საუბრობს პროგრესული და მემკვიდრეობითი გადასახადის გაზრდაზე. პიკეტი საუბრობს, რომ ეს პრობლემა უფრო და უფრო პრობლემური ხდება. ნაციონალური სიმდიდრის დიდი ნაწილი მემკვიდრეობით გადაეცემა ხალხს, რომელსაც უკვე აღარ გააჩნიათ უნარ-ჩვევები და რეალურად პარაზიტირებას იწყებენ, რაც ურტყავს მერიტოკრატიას, რაზეც დგას დასავლური სამყარო.
ასევე საჭიროა საბანკო სისტემის გამჭვირვალობა და საჭიროა საბანკო სისტემის კოორდინაცია საერთაშორისო დონეზე. ყველა ქვეყნის ბანკი უნდა იყოს კოორდინირებული, რათა მდიდრებმა ვერ შეძლონ გადასახადისგან გაქცევა. მოკლედ, რა თქმა უნდა, პიკეტის კრიტიკაც შეიძლება, მაგრამ მოდით ვნახოთ ჩვენი რეალობა. 2024 წელს საქართველოს ჰქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამის მიუხედავად სოციალური დაუცველთა რიცხვი გაიზარდა. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ კაპიტალისგან შემოსავალი უფრო დაბალია, ვიდრე კაპიტალის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ზრდა უკვე ისევ დიდრებთან მიდის და არა ხალხთან. მოკლედ წაიკითხეთ ტომას პიკეტის წიგნი და უფრო გასაგები გახდება ის რეალობა, რაც გვიწევს ცხოვრება.